უთმობთ პროფესიულ განათლებაზე საუბარს, რომელშიც 2017 წლიდან მოყოლებული წლის გამორჩეული ადამიანები, ორგანიზაციები და პროგრამები ჯილდოვდება. პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს გადაცემის ღონისძიება კი გაიმართება დღეს საღამოს და მისი ორგანიზატორია 1000 ლეულის ფონდი. აქ არის წარმოდგენილი 4 საკონკურსო კატეგორია: წლის პროფესიული განათლების სტუდენტი, წლის პროფესიული განათლების მასწავლებელი, ასევე წლის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა და მეოთხე არის წლის პროფესიული განათლების ბიზნეს პარტნიორი. და ეს გახლავთ დარგი ზოგადად, რომელიც საზოგადოების განათლების დარგი, რომელიც საზოგადოების შესაძლებლობების განვითარებაზე ორიენტირებული და სწორედ ახლა უკვე ჩვენი სტუმარი, გადაცემის სტუმარი მოგვიყვება უფრო მეტ დეტალს. ეს არის მაგდა მაღრაძე, 1000 ლეულის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი და დილა მშვიდობისა პირველ რიგში. დილოცავთ ყველაფერს ერთად, დაგვიგროვდა მოგნეთ მოსალოცი. და მოდი თუ ვთქვათ საზოგადოებას, რატომ არის მსგავსი ღონისძიებების ჩატარება საჭირო ჩვენი საზოგადოებისთვის პირველ რიგში? დილამშვიდობის კიდევ ერთხელ პროფესიული განათლება უკვე რახანია გამოცხადებულია ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტად ჩვენი ქვეყნის, რადგანაც სამუშაო ძალის განვითარება ხდება სწორედ პროფესიული განათლების შედეგად. და გამრავალფეროვნებაა, ხო? რა თქმა უნდა, კი და ის სპეციალობები, რაც დღეს კერძო სექტორს და ამსაქმებელს ინდუსტრიას ყველაზე უფრო სჭირდება, ამ სპეციალისტების მომზადება ხდება პროფესიული განათლების დონეზე. სწორედ ამიტომ, როგორც აღნიშნეთ, 2017 წლიდან ჩვენი ფონდი ცდილობს, რომ კიდევ უფრო დიდი ყურადღება მიაქცევინოს საზოგადოებას იმ სიკეთეებისადმი, რაც პროფესიულ განათლებაში გვაქვს. ეროვნული ჯილდო, რომელიც წელს უკვე მე-6-ეთ განხორციელდა, უბრალოდ შარშან განხორციელდა და წელს ვაჯილდოვებთ შარშანდელ გამარჯვებულებს. პროფესიული განათლების ეს ჯილდო რეალურად ხელს უწყობს პროფესიული განათლების პოპულარიზებას და ნამდვილად ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით, როგორც მთავრობის ასევე კერძო სექტორის განათლების სისტემის პროფესიული განათლება დღეს უფრო პოპულარულია, ვიდრე იყო 2017 წლამდე. დაახლოებით 30,000 ახალგაზრდა ყოველ წელს ინტერესდება და რეგისტრირდება პროფესიულ განათლების პროგრამებზე. რაც თავისთავად ცხადია, ძალიან კარგია, იმიტომ რომ კურსდამთავრებულები პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების უფრო მალე საქმდებიან, ვიდრე უმაღლესი განათლების და უფრო მაღალია ასევე პროფესიით დასაქმების რეიტინგი და მაჩვენებლები. ძალიან საინტერესოა ამ შემთხვევაში დავინტერესდი, როგორ ხდება გამარჯვებულების ჯერ არჩევა, გამოვლენა, ეს წლის განმავლობაში აკვირდებით თუ როგორ ფასდება ეს ყველაფერი? ეს გახლავთ კონკურსის შედეგად, ანუ ჩვენ ვარჩევთ პირველ რიგში ჩვენ ყავს ჟიური დამოუკიდებელი, რომელიც განიხილავს პირველ ეტაპზე შემოსულ აპლიკაციებს, შემდეგ ხდება, დიახ, ანუ პროფესიული განათლების სტუდენტი, მასწავლებელი, საგანმანათლებლო პროგრამა ან ბიზნეს პარტნიორი შეძლებს რომ შემოიტანოს განაცხადებს აფასებს დამოუკიდებელი ჟიური, შემდეგ ეტაპზე შერჩეულ უკვე ნახევარფინალისტებთან იმართება გასაუბრება, პრეზენტაცია, მათი ასე ვთქვათ, სიახლის, რა სიახლე შემოიტანეს პროფესიულ განათლებაში, რატომ იმსახურებენ ჯილდოს და ამის შემდეგ უკვე ხდება ფინალისტების შერჩევა და დღეს გამოვაცხადებთ გამარჯვებულებს 4 კატეგორიაში. გარდა ამისა გვაქვს დამატებითი პრიზები, რომელიც დააწესა საქართველოს პარლამენტმა, პროფესიული უნარების სააგენტომ და ისრაელის საელჩომ საქართველოში. ყოველ წელს პარტნიორთა რიცხვი იმატებს და პროექტის გენერალური სპონსორი გახლავთ გუდავაძე პატარკაციშვილის ფონდი. სიახლეები ვახსენეთ და ყოველწლიურად გვესმის ესეთი, შეიძლება ითქვას ახალი პროფესიების შესახებ, რომელიც უფრო და უფრო პოპულარული ხდება და ვამბობთ, რომ მომავლის პროფესიებია. ეს მაინტერესებს, აი პროფესიული განათლების მიმართულებითაც არის თუ არა ეს მომავლის პროფესიები უფრო მეტად მოთხოვნადი და აქტუალური და ზოგადად აი რომელ პროფესიას გამოარჩევთ? ინფორმაციული ტექნოლოგიები არის ერთ-ერთი ის დარგი, რომელიც არის ყველაზე ტოპ 3-ში ყველაზე პოპულარული დღეს საქართველოში. რა თქმა უნდა, ეს არის მომავლის პროფესიები, საინფორმაციო და ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით, სწორედ მომავალში კიდევ უფრო გაიზრდება მოთხოვნა დამსაქმებლებისგან და ზოგადად პროფესიული განათლების სექტორი ცდილობს აუწყოს ფეხი იმ სიახლეებს და იმ ახალ მოთხოვნებს, რაც არსებობს ინდუსტრიაში, დამსაქმებლებთან, ბიზნესში და შესაბამისად ეს მომავლის პროფესიებიც, რა თქმა უნდა, წარმოდგენილია პროფესიულ განათლების დონეზე. შესაბამისად, კითხვა მიჩნდება ასეთი, როდესაც ვსაუბრობთ წლის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე, აი აქ რას გულისხმობთ? უფრო აი რომელ პროფესიაზეა ეს პროგრამა დამყარებული, რომელ პროფესიას მოიცავს უფრო სწორად თუ რა
ფორმით არის ეს პროგრამა, ის რა არის უპირატესობა? როდესაც ჟიური კრიტერიუმების მიხედვით არჩევს გამარჯვებულს პროფესიული საგამართლებლო პროგრამის წლის კატეგორიაში, აქ ჟიური ყურადღებას აქცევს თუ რამდენად ინოვაციური ახალი მიდგომებით ხასიათდება პროგრამა, რამდენად წარმატებულია დამსაქმებლებთან ურთიერთობის ჭრილში, კურსდამთავრებულების მაჩვენებლის დასაქმების რეიტინგი რამდენად მაღალია, კერძო სექტორთან, პარტნიორებთან ერთობლივი პროექტები აქვს თუ არა ამ საგამართლებლო პროგრამას და ასევე რა თქმა უნდა დარგის სპეციფიკიდან გამომდინარე, რამდენად აქტუალურია ეს პროფესია. მე მაინტერესებს კი ბატონო ციფრული საუკუნე, IT სპეციალისტები, AI სპეციალისტები, ეს ყველაფერი ძალიან აუცილებელია, მაგრამ არსად გამქრალა სანტექნიკოსების, მუშების, ხელოსნების საჭიროება. ყოველთვის საჭირო ხალხია და ყოველთვის არის დეფიციტი კეთილსინდისიერი კარგი პროფესიონალების. მაინტერესებს ამ მიმართულებითაც თუ მოდიან და სწავლობენ ახალგაზრდები, იმიტომ რომ ან კი ბატონო აქ ასაკი არ არის შეზღუდული, მართალი ხარ ზურა უბრალოდ ძალიან აუცილებელია, მაგრამ მიიჩნევა ხოლმე რომ აი რაღაც სხვა ვერაფერი იქნა და იქ ისწავლა თუ რაღაც ასეთი და არა და გჭირდება, მოდიან? დიახ, განსაკუთრებით დღეს ქვეყანას რაც სჭირდება, სადაც სჭირდება სპეციალისტები, სწორედ ის დარგებია, რაც თქვენ ახსენეთ, ეს არის ეგრეთ წოდებული STEM დარგები, ანუ საინფორმაციო, საინჟინრო, ეს იქნება სამშენებლო ინდუსტრიის სპეციალისტი თუ შემდუღებელი და ასე შემდგომ და კი, რა თქმა უნდა, საზოგადოებამ უკვე კარგად გაიგო და შეიცნო ის, რომ ამ დარგებში სპეციალისტების ნაკლებობა და რაც მთავარია ამ დარგებში დასაქმებულები ღირსეულ ხელფას იღებენ, რადგანაც მოთხოვნაა მათზე. ნაკლები არის სანტექნიკოსი ცოტა, ყველა ვეძებთ კარგ სანტექნიკოსს, მათ შორის მეცულეს გამოწვევა მაქვს და რთულია პროფესიონალი, დიახ, რთულია პროფესიონალის მონახვა ამ სექტორში, შესაბამისად მოთხოვნა არის, რა თქმა უნდა, როგორც დამსაქმებლის მხრიდან, ასევე მომავალი სტუდენტებიდან, ისინი კარგად ხვდებიან, რომ ამ პროფესიას თუ დაეუფლებიან, მათ ნამდვილად გარანტირებული სამუშაო და დასაქმება ექნებათ. ელექტროობა არის სხვათა შორის ერთ-ერთი ტოპ 3, ასე ვთქვათ, პროფესია, რომელშიც ძალიან დიდია ინტერესი სტუდენტებისგან და 1000 ლეულის ფონდის ერთ-ერთი მიზანი სწორედ ის გახლავთ, რომ STEM დარგებში მოამზადოს მაღალი კვალიფიკაციის პროფესიონალი კადრები. ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ პირდაპირ სიცოცხლე და ჯანმრთელობაა თითოეული ჩვენგანის დამოკიდებული აი ამ პროფესიონალებზე. პერიოდულად პროფესიულ სასწავლებლებს უჩნდებათ ხოლმე ასეთი პრობლემა, მე ორი სასწავლებლის პრობლემა ვიცი პირადად, რომ აბარებენ, მიდიან, მაგრამ ეს დაფინანსებულია, რა თქმა უნდა, ამაში თანხას არ იხდიან, მაგრამ შემდეგ აღარ დადიან, იმიტომ რომ რაღაცა მეორეულად აირჩიეს თუ რატომღაც. აი ასეთი შემთხვევები თუ არის ხშირი თქვენი ინფორმაციით და როგორ აღკვეთთ ხოლმე, იმიტომ რომ ეს პრობლემაა თავისთავად. 1000 ლეულის ფონდმა ამერიკის მთავრობის დაფინანსებით 60-ზე მეტი ახალი პროფესიული საგამართლებლო პროგრამა შემოიტანა, განავითარა საქართველოში, 16 მილიონი ამერიკული დოლარი დაიხარჯა ამ პროგრამების დაფინანსებისთვის და ნამდვილად ერთ-ერთი გამოწვევა, რაც კვლევებმა აჩვენა, ჩვენ 2019 წლამდე ვახორციელებდით ამ ინვესტიციას და 2019-ის შემდგომ უკვე ვაფასებდით თუ რამდენად ეფექტიანი იყო ეს ინვესტიციები, ეს იყო გრანტი, რომელიც ამერიკის მთავრობამ საქართველოს გამოუყო. და დიახ, თქვენ სწორედ აღნიშნეთ, ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა, რაც პროფესიულ განათლებაში გვაქვს, არის სტუდენტების გადინება, ანუ ისინი აბარებენ პროფესიულ განათლების პროგრამებზე, მაგრამ არ აგრძელებენ სწავლას და ტოვებენ პროგრამებს. ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზი იმ პროგრამებზე, რომლებიც ჩვენ დავაფინანსეთ და არ განვაზოგადებ მთელი ქვეყნის მასშტაბით, იყო ის, რომ ეს ადამიანები გარდა ამისა ასევე აბარებენ უმაღლეს სასწავლებლებში და თუ ხვდებიან უნივერსიტეტებში, მერე აღარ აგრძელებენ სწავლას. პირადად მე მქონია არაერთი შემთხვევა და დაახლოებით 5-6 უკვე მახსენდება, რომ აი ეს ჩემო სტუდენტებმა პარალელურად ჩააბარეს უმაღლესშიც, მაგრამ პირიქით დათმეს უმაღლესი, იმიტომ რომ რა არის პროფესიული განათლების მთავარი მესიჯი, ასე ვთქვათ, ამ ადამიანებს, რომ სწავლა კეთებით და შესაბამისად ეს კეთების პროცესი მათ ძალიან აინტერესებთ, მოწონთ და პირდაპირ ერთვებიან ხოლმე აი ამ სამუშაო პროცესში, თუმცა რა მინდოდა მეკითხა.
რეალურად აი ზურამაც ახსენა არ არის შეზღუდული პროფესიულ სასწავლებელში თქვა სტუდენტის ასაკი. რა თქმა უნდა. ანუ ქვედაზღვარი განსაზღვრული არის, ზედა არ არის განსაზღვრული. მაგრამ აი საინტერესოა, უწევს კი კონკურენციას, თქვა აი 12 კლასს დამთავრებულ მოსწავლეებში გულისხმობ კონკურენციას უმაღლეს სასწავლებელს პროფესიული სასწავლებელი. იცით, უწევს იმ ჭრილში, რომ პროფესიული საგამართლებლო პროგრამა უფრო მოკლევადიანია და როგორც თქვენ აღნიშნეთ, არის დუალური პროგრამები, სადაც ასევე დასაქმებულია უკვე დასაწყისიდანვე სტუდენტი და აქვს საშუალება, რომ საწარმოში გაიაროს პრაქტიკა, რაც უმაღლეს განათლებაში, რა თქმა უნდა, ამის შესაძლებლობა არ გვაქვს, თუ არა სტაჟირების პროგრამა, რომელსაც სტუდენტი უმაღლეს განათლების პროგრამაში შემდგომ ბოლო, ასე ვთქვათ, წლებში გადის. შესაბამისად, კონკურენციას უწევს, იმიტომ რომ უფრო სწრაფი დასაქმების შესაძლებლობა გვაქვს. მენტალიტეტის და მენტალობის კუთხით, რა თქმა უნდა, ჯერჯერობით, სწორედ იმიტომ ვახორციელებთ პროფესიული განათლების ეროვნულ ჯილდოს, რომ საზოგადოებას უფრო მეტი გავაგებინოთ პროფესიული განათლების სიკეთეების შესახებ და უფრო პოპულარული და პრესტიჟული გავხადოთ პროფესიული განათლება, რადგანაც ნამდვილად დღეს საქართველოში ჯერჯერობით შემგან მე საუბარებ კიდე რომ ეს ნიშნავს იმას, რომ საზღვარგარეთ ვივლით მხოლოდ დასასვენებლად და სამოგზაუროდ. მე მაგალითად აი ეს მინდა ყოველთვის ხაზი გავუსვამოს, რომ აი როდესაც ადამიანები დაუშვათ სამსახურს ეძებენ საზღვარგარეთ, შეგიძლია შენი პროფესიული განათლებით იპოვო აქ და საზღვარგარეთ იარო მხოლოდ სამოგზაუროდ და დასასვენებლად. ხშირად, მაგრამ აი ამ და ჩვენს მეგობარ ამერიკის შეერთებულ შტატებს ასეთი საჭირო და აუცილებელი პროგრამის დაფინანსება. აი ახლა კი უნდა გაგაცნოთ ამინდის პროგნოზი.